საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია მოძველდა და ქვეყანას სასწრაფოდ ახალი გეგმა სჭირდება. სწორედ ამიტომ ორგანიზაცია ჯერ საქართველოს ახალი დოკუმენტის შექმნის ინიციატივით გამოდის და საჯარო განხილვებს იწყებს. ეროვნული უსაფრთხოების მოქმედი კონცეფცია 15 წლის წინ არის დაწერილი. მას შემდეგ მსოფლიო სრულად შეიცვალა. ყირიმის ანექსიამ, უკრაინის ომმა, რეგიონში შეცვლილმა გეოპოლიტიკამ და ჰიბრიდული ომის ახალმა მეთოდებმა ქვეყანას სრულიად ახალი საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დააყენა. ეს ჩვენ მხარდაჭერებს ხვდებით და საუბარი გვექნება იმ სტრუქტურულ და ფუნდამენტურ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს, გავაცნობთ ჩვენს ხედვებს, კონკრეტულად გავივლით იმ ძირითად საკითხებს, იმ გამოწვევებს, რომელსაც ჯერ საქართველოს გუნდი ხედავს ქვეყანაში დღეს ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით და შევთავაზებთ ამ გამოწვევებზე ჩვენებურ პასუხს იმ რეფორმების შესახებ ხედვას, რომელიც ჩვენი აზრით უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ჩვენს გარშემო დღეს ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს. Ევანდელი შეხვედრის მიზანი არის ქართული აზრის მობილიზება ისეთი საჭიროებო თემის ირგვლივ, როგორც არის თავდაცვა და უსაფრთხოება. მაგრამ გვინდა ამ თემაზე ვიმჯელოთ არა მარტო ვიწრო გაგებით, რასაც უსაფრთხოება და თავდაცვა ქვია, არამედ კომპლექსურად მიმოვიხილოთ, როგორი შეიძლება იყოს ქვეყნის განვითარება ამ გზით. წარმოდგენილი გვაქვს კონცეპტუალური ხედვა და რა თქმა უნდა ჩვენთვის როგორც ინიციატივა ჯერ საქართველოსთვის ძალიან საინტერესო იქნება 8 მოსილი საზოგადო და არა მარტო საზოგადოებრივი მოღვაწეების აზრის მოსმენა, არამედ იმ ადამიანების, რომლებსაც წლები და ჯანმრთელობა რასთავარია შესწირა ამ ქვეყნის ინტერესების დაცვას. სამწუხაროდ დღევანდელ თუბას ნამდვილად არ შეესაბამება ის ძველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის შექმნილი. ჩვენი გუნდი ჯერ საქართველოს ცდილობს, რომ აღადგინოს ქვეყანაში დაკარგული ეს სტრატეგიული დოკუმენტების არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ზოგადად ქვეყნის მომავლისათვის, მომავალი ხედვის განვითარებისათვის და დღეს იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ შედეგიანი საუბარი გვექნება. პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს განაგრძობს მოქალაქეთან თემატურ შეხვედრებს. დღეს შევიკრიბეთ შესაბამის საზოგადოებასთან ერთად იმისთვის, რომ დარგის ექსპერტებმა განიხილონ ჯერ საქართველოს მოსაზრებები ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ის გაგრძელდება ასევე სხვა მიმართულებით, სხვა დარგობრივი შეხვედრებიც აუცილებლად გაიმართება, იმიტომ რომ ეს არის ჯერ საქართველოს ხელწერა. აუცილებელი არის, რომ ჩვენ დავამკვიდროთ დემოკრატია ქვემოდან ზემოთ და არა ზემოდან ქვემოთ.